ამ თემაზე ვიდეო ჩაწერილი გვაქვს, მაგრამ კითხვა ისევ მეორდება, ნახე, ოქროსფერი სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი და სახსრების ტკივილი ერთად. კავშირშია. ანუ სახსრების ტკივილს თუ იწვევსო? იწვევს. მართლა? კი. და სტაფილოკოკი აურელიუს პრობლემა. ეს რა არის? ოქროსფერი სტაფილოკოკი. აურეუსია. და იგივე, ანუ ეს და იგივე კითხვა. ანუ სტაფილოკოკუს აურეუს, ესე ლათინურად ესე ქვია. გამომწოს, მაგ ქალბატონს ბატონს არის ცნობილია. და რა ეშველება? უმრავლობა უნდა პარალელურ რეჟიმში, ისე როგორც როდესაც რევმატიზმია, ხო? არა, სახსრების ტკივილს თუ იწვევს ეს? იწვევს, ხო და შეიძლება წინაპირობაც იყოს დაუნძიმელი ფაქტორი იყოს, თქვათ იგივე რევმატიული პროცესების, სახსრის ანთების და ქვეყანა, რა თქმა უნდა. პირველ რიგში რაც უნდა გავაკეთოთ, იმუნური სისტემა სასწრაფოდ მოვიყვანოთ წყობში და მათ შორის აქაც შაქრები უნდა შევწყვეტოთ, ამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს. მივცეთ იმუნომოდულატორები, საკმაოდ ძლიერ მოქმედი და უნდა მივცეთ ისეთ საშუალება, რომელსაც ბაქტერიციდული ეფექტიც აქვს. მაგალითად ინფლუენსე, მაგალითად პოდარკო გამოიწერა რომელიმე საიტი. ხო, პოდარკო ჩვენ არ გვაქვს. ანუ აი პოდარკო ამავე დროს ვიტამინური მინერალური კომპლექსი მივცემდი, იმიტომ რომ იმუნური სისტემა ყველა ვარიანტში მოსაწესრიგებელია. გავაგრძელებ ამაზე კითხვას, იმიტომ რომ ნახე კიდე ერთი ზუსტად იგივე ოქროსფერის სტაფილოკოკის და სტრეპტოკოკის შესახებ ყელში მაქვს მიხურს პირის ღრუ საშინლად და რამე მირჩიეთო. ანუ ნებისმიერი რამის სიმპტომი, ანუ ეს სახსრებით შეიძლება დააზიანოს ყველაფერი? მეგეცი. ოქროსფერის სტაფილოკოკი ერთ-ერთი ყველაზე ვირულენტული, ვირულენტულიშას ძლიერი გამძლე. ყველაზე ძნელად ექვემდებარება მკურნალობას, მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპიებსაც. ამიტომ ოქროსფერის სტაფილოკოკის დროს ყველაზე კაი ვარიანტია კომბინირებული მკურნალობა. თუ მაინც ვიღაცა დაუნიშნავს ანტიბიოტიკს, ქემოც იმუნომოდულატორების და ანტიბაქტერიული მოქმედების ბალახეული ფორმულების ერთდროული გამოყენება ყველაზე ეფექტური. რაც შეეხება ყელის არეში, ყველგან შეიძლება ამან გამოიწვიოს რაღაცა ცვლილება, კი ბატონო, და აქვე მე გამოვიყენებ თუ ყელის არეშია ტერმინატორს, ისედაც ძალიან კაი ეფექტია. შეიძლება თქვათ იგივე ხო ტერმინატორის სპრეის სახითაც შეიძლება გამოვლენები აკეთოს. იგივე მე მაგალითად იმაჩნია რომ სისელის ახალი კბილის პასტა კოლოიდური ვერცხლით, რომელსაც ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, მაგ პასტით და ტერმინატორით დამატებით ადგილობრივი ზემოქმედება. ეს სიმხურვალე მიხურს პირის ღრუ. ხო, იმიტომ რომ ანთება მიდის და იმიტომ და ამიტომ ამ შემთხვევაში სისელის ტერმინატორი და ახალი აი მათეთრებელი ეფექტი რო აქვს ახალი კოლოიდური ვერცხლის სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებული მარტო სისელს აქვს ეს კაი კბილის პასტა, მათი გამოყენება ადგილობრივ ეფექტსაც მიცემს. და რა მაინტერესებს, რა სიმპტომები აქვს გარდა იმისა, რომ თქვა ამას ყელი უხურს და სახსრები აწუხებს და ამ დაწყებითი პერიოდისთვის რაიმე აქვს ისეთი? ეს ბაქტერია ყველგან შეიძლება იყოს. გააჩნია სად იმყოფება შესაბამისად იმ ადგილის იმ ორგანოს ისა რა ქვია სიმპტომები მოდის და ამიტომ ეგრევე იმუნიტეტი როგორც კი დაქვეითდება, ეგრევე როგორც კი იმუნიტეტი ქვეითდება, როგორც კი კუჭის ჟავიანობა ქვეითდება, მაშინ ყველა ბაქტერია იწყებს და ვირუსი ძლავრობს. ამ შემთხვევაში ოქროსფერის სტაფილოკოკი ისედაც გამძლეა ძალიან და მით უმეტეს ასე დაქვეითებების დროს უფრო ეფექტურად უტევენ ორგანიზმს. მოდი კიდე გავიმეოროთ, თხოვენ ხოლმე რომ ტექსტი, ანუ ბადებს რასაც დაასახელებს, დააწერეო, მაგრამ მოდი გამოვყვეთ. ინფლუენსე, ფუკოიდონი შეიძლება ევენჯერიც, ძალიან კაიაში გალიცინით შედის, ანუ ნიურშემოვალი კომპონენტი და ასე ბევრი იმუნომოდულატორი. შეიძლება ამავე დროს ვიტამინური მინერალური კომპლექსები რო იმუნურ სისტემა ავწიოთ, ეს არის სპექტრამაქსი და ენკომპასი. რომელიმე ორიდან? ხო, ბავშვებიშად უფრო ძვირიღეს ენკომისა სპექტრამაქსი და იმიტომ მე ესეთი რეკომენდაცია ბავშვებს აუღეთ ნებისმიერ ვარიანტში და უფროსები ცოტა აპირო დაგიჟდეთ ენკომპასი შეიძლება. ამავე დროს სხვა საიტები შეიძლება გამოიწეროს სხვა მცენარე, რომელიც კარგად მუშაობს, მაგალითად პოდარკო, ანუ ჭიანჭველას ხის ექსტრაქტის შემცველი პროდუქტი არის ბადების სახით, რომელიც ასევე ძალიან კარგად მუშაობს ამ მდგომარეობების დროს. არა, საერთოდ კომპლექსური ნიშნავს, რომ ერთდროულად რამდენიმე არა, თქვენ სისელის ფორმულებს გულისხმობთ, კი, იქ მივხვდი, რომ ანტიბიოტიკოთერაპიაც შეიძლება დაჭირდეს და ხო, კომბინაცია, რომელიც თქვა 2-3-ის კომბინაცია, არ არის აუცილებელი რომ ყველა ერთად მიიღოს, რა თქმა უნდა, მაგრამ კომბინაცია საჭირო, იმიტომ რომ ოქროსფერის სტაფილოკოკი ავხსენი კიდევაც თულად ექვემდებარება მკურნალობას და საერთოდ რამდენიმე სახის მკურნალობა ერთდროულად კიდევ უფრო ეფექტურია.
უღრმესი მადლობა. არა,